ყველაზე მნიშვნელოვანი მოქმედება, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი მათთვის, ვისაც უნდა წონის დაკლება და არა მარტო წონის დაკლება, ვისაც უნდა ენერგიის მატება, სიმსუბუქე, ბედნიერების შეგრძნება, თავდაჯერებულობა, ვისაც უნდა რომ ჩადიოდეს საოცნებო ტანსაცმელი და თავი იგზნოს იდეალურად, გასწავლით ერთ ხრიქს, ერთ მოქმედებას, რომელიც დაგეხმარება, რომ ყველაფერი შეცვალო. ეს ძალიან მარტივია. გირჩევ ბოლომდე უსმინე ამ ვიდეოს, იმიტომ რომ ამ ვიდეოს მერე გექნება ჩათვალე ის ყველაზე მთავარი ცოდნა, რაც გჭირდება, რომ შესაძლებლობას მიაღწიო. ჩვენ დავიწყებ შენთან კითხვა მაქვს, ანუ ასეთი. რამდენი კილოგრამის მოშორებაა შენი ოცნება? დაწერე კომენტარებში და გასწავლი ახლა ერთ მთავარ მოქმედებას, ანუ უნდა ჩაანაცვლო ძალიან მარტივი, ანუ სოფლიოში ყველა პროდუქტი რაც კი იჭმევა, შეგვიძლია გავყოთ ორად, ანუ სულ არსებობს ორი კატეგორიის საკვები, ასე წარმოვიდგინოთ. ანუ პირველი კატეგორიის საკვები არის ბუნებრივი, ცოცხალი პროდუქტი, რომელიც სამყარო გვაჩუქა და თვითონ არის შექმნილი და მეორე არის გადამუშავებული, ადამიანის ხელის მიერ შექმნილი საკვები. ანუ სულ ორი კატეგორია პროდუქტია, ცოცხალი ბუნებრივი პროდუქტი და გადამუშავებული შექმნილი პროდუქტი. ყოველთვის ის პროდუქტი, რომელიც სამყარო გვაჩუქა, რომელიც ბუნებრივია, ბევრად უფრო ჯანსაღია. ამიტომ ახე მარტივად დაიწყე. თუ შენ არ შეგიძლია ერთ დღეში ყველაფრის შეცვლა, უბრალოდ დაიწყე იმით, რომ დაიწყე ცოცხალი, ჯანსაღი პროდუქტის ჭამა. ჩაანაცვლე გადამუშავებული პროდუქტი, ნატურალური პროდუქტი. ეს რას ნიშნავს? აი მაგალითები მოვიყვანოთ, ხო? მაგალითისთვის ავიღოთ. ხორცეული ავიღოთ, ხო? არსებობს ნატურალური ხორცი, ქათმის ხორცი, ინდაურის ხორცი და საქონლის ხორცი და არსებობს გადამუშავებული ძეხვები და სოსისები. ნახე, პირველი არის ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტი, რომელიც სამყარო გვაჩუქა, მეორე არის გადამუშავებული, გაუბედურებული, შექმნილი პროდუქტი. ეს საკვების ბირო ერქვას უფლებაც არ აქვს, ანუ საკვები არ არის, არის უბრალოდ პროდუქტი, საჭმელი, ჭამს და გვანაყრებს. მაგალითისთვის კიდე ხილი არის ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტი, რომელიც სამყარო გვაჩუქა და რომელიც არის იმისთვის, რომ შევისოთ ვიტამინებით, საკვები ბოჭკოებით, მინერალებით და ასე შემდეგ. და წვენები და სხვადასხვა სასმელები, რომელიც მაღაზიაში იყიდება, ვითომ ხილის წვენები და ასე შემდეგ. ის არის გადამუშავებული, გაუბედურებული პროდუქტი. ამიტომ ყოველთვის ჯობს ხილი ჭამოთ ცოცხლად. კიდევ ერთი მაგალითი, მაგალითად, ხორბალს რო აიღებ, დაცეხვა უბრალოდ არაფერს არ გააცლი და იმით პურს გამოაცხობ, ანუ დაცეხვილი ხორბლის პური რო იყიდება, ის არის ყოველთვის თლიანი მარცვალი და შედარებით ჯანსაღია და ამ ხორბალს რო აიღებენ, გააცლიან ქატოს, ლეციტინს, ვიტამინებს, სხვადასხვა მინერალებს, შექმნიან უმაღლესი ხარისხის წმენდისგან მიღებულ ფქვილს, ანუ უმაღლესი ხარისხის ფქვილს რო ეძახით და იმას ჭამთ, ის ყოველთვის ბევრად მავნეა, ბევრად 1000-შერ უფრო მავნეა, ვიდრე ის დაცეხვილი ის. ამიტომ თეთრყურს ერიდი, ანუ ყოველთვის უპირატესობა მიანიჭე ნატურალურ, გადაუმუშავებელ საკვებს, რომელიც ბუნებრივი სახითაა. ნახე წესი. რაც უფრო ბუნებრივი სახით არის ის პროდუქტი, რასაც ჩვენ ვჭამთ, უფრო სასარგებლოა. ხორცი ყოველთვის ჯობია ძეხვებს და სოსისებს, ხილი ყოველთვის ჯობია წვენებს და ასე შემდეგ. ეცადე რომ არ მიაწოდო ორგანიზმს ის ელემენტები, რაც არ ჭირდება. ხო, იქ შემავალი იმდენი ის შაქარის, ტრანსხიმების, ემულგატორები, გემოს მიცემები, ფერის მიცემები, რაც შემასქელებლები და უბედურებები ორგანიზმს არ ჭირდება და ბუნებრივ ნატურალურ საკვებში ამდენი არ შედის. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთო იმისთვის, თუ გინდა რომ ბედნიერი იყო, გამხდარი იყო და თუ თავი გიყვარს, არის ის, რომ გადამუშავებული პროდუქტი ჩაანაცვლო ცოცხალი ნატურალური საკვებით. იკვებე ჯანსაღი საკვებით, მოერიდე ძალიან დიდი რაოდენობით ემის ქიმიკატებისგან და ემულგატორებისგან შექმნილ პროდუქტებს, ტრანსხიმების გარეულ პროდუქტებს, ბევრი შაქრის და ნახშირწყლების შემცვლელ პროდუქტებს და ყველაფერი ასე იქნება და თუ გინდა რომ უფრო მარტივი შედეგი გქონდეს, ნაკლები წვალების გარეშე გვერდში ყავდეს ადამიანი, ვინც გასწავლის, დაგალაგებინებს ყველაფერს გვერდში გამოყვება, პირადში მოგწერე და არ დაგავიწყდეს ამ ვიდეოს გაზიარება.